სოციალური სამართლიანობის ელემენტარული გარანტიები, ინსტიტუტები რომ მოქმედებდეს ქვეყანაში, ჩვენ ასე ქუჩაში დაყრილი ბავშვების მოწმენით არ აღმოჩნდებოდით. თავი დავანებოდა ამ შემთხვევაში გულქვაობის არაადამიანურობის იმ მასშტაბს, ყველას გვაინტერესებს ცალკეული დეტალები, რომელიც ახსნიდა საერთო სურათს იმ სოციალური კატასტროფის, რომლის მომსწრეინც ყველანი გახვდით. საღამოშიდობისა მნიშვნელოვანია რომ მედია გამოსახლების და მის უკან არსებულ ძალიან მძიმე რეალობას ჩვენი მოქალაქეების ასე აქტიურად აშუქებს და მადლობა ფორმულას ამისთვის. ჩვენ ეს დღეები ვცდილობთ ამ ადამიანების დახმარებას, მათი რეალობის უკეთ შესწავლას და შეიძლება ითქვას, რომ აქ უნდა გამოვყოთ სამი ჯგუფი. პირველი ჯგუფი ესენი არიან დევნილები. თქვენ იცით, რომ საქართველოში ძალიან მძიმედ დგას დევნილთა განსახლების საკითხი. ნახევარი თითქმის დევნილების კვლავ განუსახლებელია და მუდმივად არის საცხოვრებლის მოლოდინში. არა და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი დაპირება იყო ქართული ოცნების. ნამდვილად ასეა და განსახლების ის ტემპები, რომელიც სახელმწიფოს აქვს ბოლო წლებია, არ არის საკმარისი, რომ მათი დროული დაკმაყოფილება მოხდეს. მე ძალიან უხეშად რო დავითვალე, კიდევ 20 წელი უნდა სახელმწიფოს ამ ტემპებით, რომ სრულად განასახლოს დევნილები. და ჩვენ ვხედავთ, რომ დევნილები სოციალურად და ეკონომიკურად ორმაგად მოწყვლადი ჯგუფია. ბოლო ერთ-ერთი რაოდენობრივი კვლევა აჩვენებს, რომ მათ 84%, 1250 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, 72% აღემატება უმუშევრობა დევნილ თემში და ვალზე დამოკიდებულებაც არის ძალიან მაღალი, 78% ბანკში ან საფინანსო ინსტიტუტში ვალებშია ჩაფლული. ამ პირობებში ბუნებრივია, რომ დევნილთა ოჯახები ხშირად ცდილობენ იპოვონ თავშესაფარი და ხშირად ასეთი ობიექტები ხდება ხოლმე საცხოვრებლის დაკმაყოფილების ერთადერთი შესაძლებლობა მათთვის. ჩვენ ამ გაზაფხულზე მოვიარეთ სხვადასხვა დევნილთა ჩასახლებები ზუგდიდში, თბილისში, ქვემო ქართლში და ასე შემდეგ და ძალიან მძიმე რეალობა აღმოაჩინეთ. ალბათ ეს ჩვენ აღარც კი გვახსოვს, იმიტომ რომ ეს დაპირება და შემდგომში ლენტებით ახალი საცხოვრისების გაჭრა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ჩვენთვისაც იყო ძალიან დიდი აღმოჩენა, რომ ასეულობით ოჯახი უმძიმეს პირობებში, სადაც სველი წერტილები არ არის, ჰაერი არ არის, ფანჯარა არ არის, ხო? აი დევნილები ისევ აგრძელებენ ამ პირობებში ცხოვრებას. ამიტომ ერთი ჯგუფი იყო დევნილების. დღეს ისინი ძალიან მძიმე ტექსტებით საუბრობენ იმაზე, რომ მათ გაახსენათ აი აფხაზეთიდან გამოდევნის ის ტრამვა, ხო, რომელიც 90-იან წლებს უკავშირდება, განსაკუთრებულად მათთვის შემაშფოთებელი იყო ეს რეპრესიული აპარატის ასეთი მობილიზება, ხო, რომ ასეულობით პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული და ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს შეერაღებულ კონფლიქტში იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, რატომ მოხდა, ხო, ასეთი ფორმების გამოყენება. მეორე ჯგუფი ეს არიან უსახკაროები, რომლებიც ღარიბები არიან, სოციალურად დაუცვალები და წლების განმავლობაში საცხოვრებელი არ აქვთ. აქ ძალიან დომინირებს მარტოხელა ქალების რიცხვი, რომლებიც მათ შორის მრავალშვილიანებიც არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდნენ, აი უკიდურესად მძიმე პირობებში, ამ ისტორიებს როცა ყვებოდნენ და ესე იგი მათი ჩართვა სათანადო საცხოვრებლის პროგრამებში დროულად არ მოხდა, მათ შორის თბილისის მერიის მხრიდან. უსახკარობის პოლიტიკაზე ცალკე უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ უსახკარობის პოლიტიკა არა გვაქვს. ჩვენ ერთის შეხედვით, როცა უსახკარობაზე ვილაპარაკობთ, გონია, რომ ეს არის ქუჩაში ცხოვრები ადამიანები, ხო, რომლებსაც ეს ხშირად ვერ წავაწყდებით თბილისის ქუჩებში, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენი სოციალური ქსოვილი სხვანაირია, ჩვენ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს მუდმივად უზიარებთ რესურსებს და რაღაცას ვახერხებთ, რომ ისეთი ფორმები უსახკარობამ არ მიიღოს, როგორც ეს დიდ მეგაპოლისებში გვინახავს, ხო, ისევ ჩვენი ტრადიციული მხარდაჭერის და სოლიდარობის ქსელების შორის ამას, მაგრამ არსებობენ ოჯახები, ხო, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ქირით, ინაცვლებენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ქირასაც ვერ იხდიან და რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც უნდა დავარქვათ, რომ ეს არის უსახკარობის პრობლემა, როცა მათი შემოსავალიც არ არის საკმარისი, რომ თქვათ ბინა იყიდონ, ან იპოთეკური სესხი გამოიტან, ან სხვანაირად საცხოვრისის პრობლემა გადაჭრათ. მესამე ჯგუფი, ხო, უბრალოდ იმის კომენტარი, რომ უსახკარობის პოლიტიკა არ გვაქვს,
წლებია ჩვენ ვადვოკატირებდით, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში მაინც გაჩენილიყო საცხოვრისის თავი და სახელმწიფოს რაღაც ვალდებულებები აიღო. ეს არის თვითმმართველობებზე მიბმული და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვთ, რაც ზოგჯერ აი ლილოს ტიპის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს და უფრო შორს არ მიდის. და მესამე ტიპი ეს არის სოციალურად მოზღვადი ჯგუფები, რომლებიც ზოგჯერ სხვა რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტები არიან, ზოგჯერ თბილისელები არიან, მაგრამ მათ იფიქრეს, რომ აი ამ ქირაში ცხოვრების ძიმე გამოცდილებას, იმიტომ რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობაც ყიფეა, ხან აქვთ ეს შემოსავალი, ხან არ აქვთ ეს შემოსავალი, იფიქრეს, რომ თუ ამ შენობას დაიკანონებდნენ საბოლოოდ და საცხოვრისის აი უზარმაზარ პრობლემას მათი ოჯახებისთვის გადაწყვეტდნენ. და ჩვენ ხედავთ, რომ გამოსახლება, მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო მიტოვებული შენობა, რომელსაც თუ დაიკავებდნენ, საბოლოოდ დაიკანონებდნენ, ესეთი გამოცდილებები არსებობს ძალიან ბევრი ქვეყნის, ბევრი ქალაქის ისტორიაში, ხო, რა სოციალურად ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები იკავებენ ამ ადგილებს და შემდგომში დაკანონება ხდება, რაც სავსებით სწორი პროცესია, ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბ მოსახლეობას, მათი სოციალურ დაცვას, საცხოვრისის უზრუნველყოფას სახელმწიფოები არ ახდენენ, მათ ეს მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად მოხდა გამოსახლება. იმ პერსპექტივით, რომ თუ კი დაუშვათ კერძო ფლობელობა შეეხება სახელმწიფო მათი, ანუ აი ამ ღარიბი მოსახლეობის რეალური პრობლემებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ჩანაცვლებითი ალტერნატივებით და არა კერძო კომპანიების ხარჯი ასე. ხო, ანუ პასუხისმგებლობას იზიარებს კარტული გაგები და გვერდში უდგება ამ ხრით. ხო, როცა ეს ვახსენა, გულისხმობს სახელმწიფო შენობები და მიწები, ხო, უფრო მეტად სწორი დაზუსტება. არის ერთი დეტალი თამთა, რომ ეს ამბავი მოხდა ძალიან უცნაურ დროს. და თვითონ ამ ხალხისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ესე დააცხრენ უცბად და ზუსტად გასულ კვირას დაანონსებულიც იყო ჩვენ ყველანი ველოდით მერობის კანდიდატ ქართული ოცნების მხრიდან თქვა მერობის კანდიდატის ვინაობის გაჟღერებას და ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის დაწყებას. მე გამოაცხადეს წინა დღეს სანამ ეს ამბავი დაიწყებოდა, რომ აი ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ დააჩქარეს ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ამ ტერიტორიის ფლობელი კომპანია თუ მის უკან მდგარი გავლენიანი ჯგუფების გავლენა იყო ძალიან სერიოზული მერიაზეც და შესაბამის უწყებებზეც, რომ ეს ამბავი უნდა მოეთავებინა და იცოდნენ, რომ უკვე მართლა ოფიციალურად გახსნილი საარჩევნო კამპანიის ფონზე მსგავსი მოქმედებები ძალიან ნეგატიურ გავლენას მოახდენდა, ასე თქვა საზოგადოებრივ განწყობებზე. თუ აქვს რამე აზრი ამ საარჩევნო კამპანიის დროს. მერია ამბობს და განცხადებას ავრცელებს, კალაძესაც მოусმინეთ თქვენ, რომ ფაქტობრივად პასუხისმგებლობა მოიხსნა მან, რომ ისინი საერთოდ არაფერ შუაში არ არიან, ეს არის მათ მიღმა არსებული დავა, რომ კანონი არ აძლევთ მათ საშუალებას, რომ ამ ადამიანებს რაღაცა გაუკეთონ და ასე შემდეგ. აი, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რომ კიდევ უფრო ნათლად გამოუკვეთოთ, როგორი არის ამ შემთხვევაში. მოდით, მე არ მინდა რომ ბატონი კახაკალაძე დავიცვა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ სხვა უწყებების პასუხისმგებლობაც შემოდის. ჩვენთან პრობლემა თავშეც ვახსენე, რომ უსახკარობის პრობლემა თვითმმართველობებთან არის დატოვებული, რაც სამართლიანი არ არის, იმიტომ რომ ეს იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ თვითმმართველობები ხარო წარმოვიდგინოთ, სხვა მუნიციპალიტეტები ხო მათ არ აქვთ რესურსები, რომ ამ პრობლემის მოგვარებას გაწვდნენ. თუმცა ის მნიშვნელოვანი რგოლი არის. მოდის დედაქალაქში, ხო? მათ შორის მათი ეკონომიკური აქტივობის უფრო მეტი შესაძლებლობაც არის ეს. ხო, მაშინ როდესაც რეგიონებში ძალიან მაღალია ეკონომიკური და სოციალური თანასწორობა, ჩვენ დავითვალეთ ბოლო პერიოდში, როცა ქართული ოცნება ეკონომიკური დაზელაპარაკობს, 75% ამზდის თბილისსა და ბათუმზე მოდის და სხვა ქალაქებში ეკონომიკური დეპრესია გაბატონებული, ხო? ამიტომ მე არ მინდა რომ მაინც კალაძე დავიცვა ამ კონტექსტში, მაგრამ ნამდვილად აქ არ იყო ცენტრალური კალაძეს ფიგურა, აქ ერთის მხრივ იყო პასუხისმგებლობა იგივე ჯანდაცვის და სამინისტროსი, ხო, რომელიც ვალდებულია დევნილთა განსახლებაზე და ამავდროულად სოციალურ პოლიტიკაზე ქვეყანაში და ჩვენ მთავრობას მოუწოდებთ, რომ უსახკარობის დაძლევის პოლიტიკა ქონდეს და მათ შორის პრევენციის პოლიტიკა ქონდეს და სწორედ ეს პოლიტიკა არ აქვს. მეორე მხრივ კალაძეზე როდესაც არის ლაპარაკი ერთი დედაქალაქს ეხებოდა ეს კონკრეტული ფაქტი, მეორე პოლიტიკური ფიგურაა. ნამდვილად. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მასაც ეხება ივანიშვილსაც და ნებისმიერსაც და რა თქმა უნდა იმათ, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ.
რაღაც კონკრეტული შეკითხვა მაქვს, თუმცა მესამე ნაწილიც ჰქონდათ, რამდენადაც მივხვდი, დევნილები, უსახლკაროები და კიდევ რეგიონიდან სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ღარიბი მოსახლეობა. დიახ, თამთაიც რა მინდა გკითხოთ. აი მაგალითად დევნილებზე ვიტყვი და ყველას ეხება, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ. 30 წელიწადზე მეტია ეს ხალხი ცხოვრობს უმძიმეს მდგომარეობაში. ვიცი, მეც ამ სოციუმის წარმომადგენელი ვარ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მეც დევნილი ვარ და ვიცი, რამდენი ადამიანი ვერ ამოდის აი ამ სიღარიბის ჭაობიდან. ეს ბინების გადაცემა თავად ვიახსენეთ, რომ ნახევარი ჯერ კიდევ დარჩენილია, ხომ? ეს პოლიტიკა, როგორ ფიქრობთ, აი როდესაც წყობრი პოლიტიკაა, თუნდაც ის რომ ძალიან დაბალი ტემპით მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ მოქცეულია თუ არა რაიმე ისეთ ჩარჩოში, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები სოციალურად ამოვლენ აი ამ ჭაობიდან და ექნებათ ღირსეული პირობები. არა მხოლოდ მათ, რომელთათვის დრო გადის 30 წელი, აი თუ ადამიანი იყო 30 წლის ასაკის, როდესაც აფხაზეთშია ეს უბედურებები ხდებოდა, ახლა ის 60 წელს ზემოთ არის, ხო? შვილები დაიბადნენ აქ, შვილიშვილები დაიბადნენ, რომელთაც არ აქვთ ღირსეული საცხოვრისი. აი საკვანძო პრობლემა რა არის, რაც არ აძლევს მათ საშუალებას, რომ დაძლიონ ეს სიღარიბე. კი ბატონო, კალაძეზე დავასრულებ უბრალოდ ნათქვამს, რომ ნამდვილად ამით მინდოდა დასრულება, რომ მივხვდი იმისა, რომ როგორც თვითმმართველობა შეიძლება მთავარი პასუხისმგებლობა არ დავაკვისროთ, იმიტომ რომ აქ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს როლიც ასევე შემოდის, ხო, თუმცა ის წარმოადგენს პოლიტიკურ საბჭოს, ის ხშირად ლაპარაკობს ომზე, გეოპოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე და ნამდვილად, როცა ამ ადამიანებს ესაუბრებოდა, ის გაწკრელებული ვიდეო კი არ უნდა ჩაეწერა, სადაც ხელებს დაიბანა, დღეს ადგილზე მითხას, რომ პილატესავით ხელები დაიბანაო, ხო? არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გუნდის სახელით ელაპარაკა, ხო? მაგრამ ის თავისი ვიწრო კომპეტენციებიდან ამოვიდა თითქოს და ძალიან უსირცხვილო ნაბიჯი იყო, როცა კარგად ვიცით, კალაძის შემოსავალი და კაპიტალი როგორია, ეს გაზულუქებული მერი ადგა და ადამიანებს ოზურგეთში სოფელში რეგისტრებულ მიწებს და სკუტერებს უთვლიდა, ხო? რითაც აი ამ მიტანის სერვისებში ადამიანები უმძიმე შრომაში არიან ჩართულები. ამიტომ თქვი ეს, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ სხვა ორგანოების პასუხისმგებლობაც გამოვკვეთოთ. ახლა დევნილებს რა დაუბრუნდეთ, ხომ? დევნილების განსახლებაში სახელმწიფო არდებს საკმარის რესურსებს. ანუ პირველი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ბიუჯეტიდან არ ხდება საკმარისი რაოდენობის რესურსების აკუმულირება, რომ მათი დაკმაყოფილება მოხდეს უფრო მასშტაბურად და სწრაფად. ამავდროულად არის მთელი რიგი ადმინისტრირების პრობლემები, ხო? დევნილების შეფასება არის გაწელილი პროცესი, რომ შეგაფასებენ მე ხარ რამდენიმე წელი მოლოდინის რეჟიმში საცხოვრებელს მოგცემენ თუ არა და დევნილები შეიძლება ითქვას, რომ აი მუდმივი მოლოდინის დაპირებებისა და მოტყუების რეჟიმში არიან. და ეს ამ თემს ძალიან აზიანებს. აი ჩვენ უმძიმეს ისტორიები ვიცით, მაგალითად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ბატონი ზემირ კვაკასკირის ოჯახი არ არის ამ დრომდე საკუთარ საცხოვრებელში გადასული. მას მისცეს დაპირება, მაგრამ ადამიანი, რომელმაც ხო სწორედ სოციალური პროტესტის ნიშნად აი ეს გააკეთა, თავი გაწირა, ამ დრომდე ისევ თემქის გამგეობის შენობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს მისი ოჯახი, ხო? ანუ იმის თქვა მინდა, რომ უმძიმესი რეალობა აქვს დევნილებს, მუდმივ მოლოდინის რეჟიმში არიან, საუბარია ხშირად შიდა კორუფციაზე და ასე შემდეგ, ხა ამაში არ მინდა რომ ჩავიდე, მაგრამ ფაქტია, რომ რესურსების აკუმულირება და ამის ადმინისტრირება არ ხდება სათანადოდ და ამ დრომდე დევნილებმა რომც დაპირდნენ, მათ არ იციან ზუსტად როდის რა ადგილას მიიღებენ საცხოვრებლებს და ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. საცხოვრებელი კი არა, თამთა უკაცრავად ჩაგეჭრებით, ახლა აღმოჩნდა რომ თურმე თანხა აქვთ წესით აღებული და არ იციან. ეს კიდე ცალკე თემაა. მათთვის რაღაცა სიურპრიზი აღმოჩნდა ეს, რომ ეუბნებიან რომ თქვენ გადმოგეცათ თანხა და მათთვის თანხა არ აქვთ აღებული. ხო, ეუბნებიან რომ დაუკმაყოფილდათ განცხადება. გამოგეყოთ, რომ იმდენსაც არ ეუბნებიან, რომ აიღეთ ვერ ეუბნებიან, არა უღიათ როგორ, მაგრამ ფაქტია რომ იცავს ჩემი აზრით ახლა სხვა ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსტიტუტები, ალბათ ახლა თითოეული ოჯახის ხო ნახეთ კალაძემ თითოეული სკუტერი რა ქონდა და სახლისად ქონდა სოფელში ეს ყველაფერი შეისწავლეს და როგორც ჩანს ახლა მიხვნე რომ დევნილების ნაწილში
ნაწილში შეიძლება და მათი პასუხისმგებლობა უფრო გამოკვეთილი იყო, იმიტომ რომ ორმაგადაცვლები არიან დევნილები ამ გამოცდილების გამო ფორმალურად სამართლებრივად და შესაძლოა ხა თავსაც იცავენ ამით, რომ ვიღაცებს ეუბნებიან, რომ თქვენი საკითხი გადაწყვეტილია. ერთი რაღაცის თქვა მინდა გამოსახლების სტანდარტზე, ხო? ანუ პირველი საკითხი არის, რომ გამოსახლება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ანუ მანამდე სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ ეს გამოიყენოს ყველაზე ბოლოს და გამოსახლების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭერის გარეშე არავინ არ დარჩეს. და აი ეს პრინციპი ფუნდამენტურად აირღვა ამ პროცესში, იმიტომ რომ ჩემთვის საოცრება იყო სახელმწიფო ინსტიტუტები აცხადებდა, რომ ყველასთან სოციალურ მუშაკებმა იმუშავეს და ყველა იყო ინფორმირებული, თუმცა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იყო ადგილზე და ყველა ამბობდა, რომ ჩვენთვის ეს იყო სრული მოულოდნელობა, იმიტომ რომ ბოდიშვიხთი აქ ეს ყველაზე შოკის მომგვრელი ნაწილი იყო ყველა დილეტანტისთვისაც კი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა სოციალურ სამართლიანობაზე რა. ბავშვები გამოყრილი, შეშინებული და ყველა მოქალაქე მიცის, რომ არც ერთი კანონის დაცვა არ ღირს ბავშვის უფლებების დარღვევად, ხო? იქ დაირღვა თუ არა ბავშვის უფლებები, ამ ბავშვებისთვის მიყენებული ტრავმა გაყვება თუ არა ამ ბავშვებს სამუდამოდ და არის თუ არა თანაწონადი რომელიმე კანონის დაცვა, როცა ბავშვის უფლებები ადგილზე ასეთი ფორმით ირღვევა. მე თვალებიდან არ მომდის მართლა აი ეს კადრები შეშინებული ყურებდაცობილი ბავშვები დივანზე წამოწოლილი ეს იყო აი ტრაგიკულიც არ ქვია ამას ეს იყო ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს როცა ამას გვაყურებინებენ პირდაპირ ეთერში იმიტომ რომ სახელმწიფო არსებობს იმიტომ პირველ რიგში ყველაზე დაუცველების უფლებები დაიცვას და პირველ რიგში ბავშვების უფლებები დაიცვას რამდენ ბავშვზეა იქ საუბარი და რჩებიან თუ არა ისინი კვლავ ღია ცის ქვეშ ახლა ხო, გამოსახლების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რომ ჭერის გარეშე არ უნდა დარჩეს და განსაკუთრებულად უნდა დაიცვას სახელმწიფოებენ ბავშვები, ხანდაზმულები, შეშემეპირები და მრავალშვილიანი ოჯახები. და ეს სტანდარტი, რომ განსაკუთრებულად სენსიტიური და ფრთხილი უნდა იყოს სახელმწიფო ორმაგად მოწყობილი ჯგუფების მიმართ, ეს პრინციპი სრულად იყო დაცული ამ 4 წლის იოანეს კადრები, ალბათ არასდროს არ ამოგვივა არავის თავიდან. მისი დედა, ქალბატონი ინგა არის 4 წლის 4 ბავშვის დედა, რომელიც არის მარტოხელა დედა და გაჭირვებით ზრდის ამ შვილებს და ეს ტრაგედია, აი ეს ბავშვის ტირილის კონტექსტი უკავშირდებოდა მათ შორის იმას, რომ აღსრულების თანამშრომლები დედას ართმევდნენ აი ამ ბავშვს რაღაც სიტუაციაში და ამ ბავშვმა უბრალოდ ამდენ სტრესს ვერ გაუძლო და ჭერისა და აი განსაკუთრებულად მოწყობილი ჯგუფების დაცვის გარდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეს რეპრესია, რომელიც იყო წარმოუდგენლად ჭარბი, ხო, 17 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ამ შენობაში მცხოვრები ადამიანები, ჩვენი დაცვის ქვეშ არის 7 ადამიანი და ჯარიმებიც 2000 ლარი. სასამართლომ სრულად ბრმა აღმოჩნდა მოსამართლე მათი მდგომარეობის მიმართ და როცა ვამბობთ რატო იყო, ხო, აი რატო იყო ასეთი სასტიკი სისტემა, ალბათ არის ეს, რომ ზოგადად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ის დგას მხოლოდ ძალაზე და რეპრესიაზე, ხო, მას მოქალაქეებთან ურთიერთობის სხვა ენა, სხვა ხელწერა აღარ აქვს, ამიტომ ძალადობა და შიში ხდება ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც ის ცდილობს მოქალაქეების კონტროლს, ხო? ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ უნდოდა, რომ მზის სინათლეზე გამოსულიყო ის უსამართლობა, რომელიც მის პასუხისმგებლობაშია, ხო? ჩვენ როცა ვსაუბრობთ სიღარიბეზე, უსახკარობაზე, დევნილთა განსახლებაზე, რეგიონალურ უთანასწორობაზე, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შემოდის. იმიტომ რომ ქართული ოცნება, მისი მთელი მთავარი პროპაგანდა არის მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, ხო, ასეა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დევნილებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი 92-13 წლის ტრავმა გაუცოცხლდათ, მშვიდობა აქვთ. თუ ჩვენ ყოველდღიურობაში არ გვექნება მშვიდობა, თუ ჩვენ ყოველდღიური სოციალური საფრთხეობა არ გვექნება, რომელ მშვიდობაზე ვლაპარაკობთ? განსაკუთრებულად დევნილების ნაწილში, რომით ომით დაზარალებული მოსახლეობაა, ხო? ან როცა ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობთ და ეს არის წამყვანი პროპაგანდა, როცა თავი პრობლემები, სოციალური გარდა პოლიტიკური პროტესტისა, რომელიც რუსთაველში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისშია, ხო, ჩვენ გვაქვს ცოცხალი ქვემოდან ზემოთ ორგანიზებული სოციალური პროტესტები. იგივე ჭიათურა შეგვიძლია ავიღოთ, ხო? თუნდაც ახლა ეს გამოსახლების ამბავი და რას ვხედავთ, რომ სახელმწიფო არც ამ სოციალურ პროტესტებზე რეაგირებს და ეს სოციალური პროტესტები მათი ამ ეკონომიკური ზრდის დაპირების სიცრუეს ამხელს. და რას ვხედავთ, რომ ამ სოციალურ პროტესტებზეც მისი პასუხი არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესია, სიღარიბის
რეპრესია, ამ ადამიანების რაღაც კრიმინალებად მონიშნა, იმიტომ რომ თითქოს ეს შეჭრის აქტი, რომელიც სიღარიბითა და სასოწარკვეთით არის, სოციალურ სასოწარკვეთით არის განპირობებული რაღაც განსაკუთრებული მძიმე დანაშაულია ამ ადამიანების მხრიდან და საკუთრების უფლების დაცვის სახელით ამას აკეთებს, მაგრამ აქაც კიდე ერთი გარემოებაა, ხო? სავარაუდოდ ეს შენობა უკავშირდება ჩხარტიშვილებს. იმიტომ რომ მანამდეც ეს ჩხარტიშვილის საკუთრება იყო, შემდგომში ეს აზერბაიჯანელი მოქალაქე, აზერბაიჯანის მოქალაქე წინადღით დარეგისტრირებული კომპანიით ყიდულობს ამ ქონებას 12 მილიონ ლარად, რომელიც იმაზე მეტია ვიდრე მისი კომპანიის ბრუნვა პრაქტიკულად. ამიტომ ეს გვაფიქრებინეს და ეჭვებს ბადებს, რომ შესაძლოა ეს ამბავი ისევ ჩხარტიშვილს უკავშირდებოდეს და ჩვენ ხედავთ ოლიგარქიული სისტემა, ოლიგარქიული პირამიდი სათავეში მყოფ ბიზნესებსა და დიდი კაპიტალის ინტერესებს რა აგრესიით იცავს, ხო? ელექტორალური ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი, იმიტომ რომ ორ თვეში არჩევნებია, წესით ესეთი დრამა, ხო, ესეთი რეპრესიული ანტისოციალური დრამა ქართულ ოცნებას არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ის მისიანების ეკონომიკური ინტერესებს დაიცავს ყველაფრის მასალას. მისიანსაც გააჩნია დღეს უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ეკონომიკური ინტერესების დაცვა ამ წუთში ვის ხდება და ვის ერთ ვერსია ის იყო, რომ სპეციალურად გაუკეთეს ეს კალაძე. ამას რო გვაჩვენებს, ეს გონია რომ სპეკულაციურია და ამისთვის არაფერს არ ცვლის, რაში და ინტრიგებიც არ უნდა იყოს იქ, ამ ადამიანებზე ხორციელდება ეს რეპრესიები ყველაზე მეტად ახლა ჩვენ სწორედ ეს გვადარდებს. აი ამას ზედ ემატება თამთა პროპაგანდა ამ ხალხის მიმართ და ამ ხალხის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. ამიტომ მინდა ამ კონკრეტული ფაქტის მაგალითზე გთხოვოთ აგვიხსნათ ჩვენს და უპირველეს ყოვლისა აუდიტორიას, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. აი ამ კონკრეტული პრობლემის მიმართ როგორი უნდა ყოფილიყო ნორმალური სახელმწიფოს და ნორმალური ხელისუფლების დამოკიდებულება. სამი მოთამაშე ყავს, ბოდიში მონაწილე მოთამაშე ორია აქ და ერთი არის დაზარალებული, ეს არის ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ხო? ეს არის რეჟიმი, ეს არის კერძო ინვესტორი და ეს დაჩაგრული ხალხი. აი ამ წრეში როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება ისე რომ აი ეს კატასტროფული სურათი არ გვენახა? კარგი კითხვა. ჩვენი სამართლის სისტემა საკმარისად არ იცავს მთელ რიგ უფლებებს და მთელ რიგ გარანტიებს სამწუხაროდ არ გვაძლევს. თქვათ იგივე გამოსახლების პროცედურები, ჭერზე უფლებას, ხო, ორმაგად მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის სტანდარტებს არ იცავს და ჩვენი სამართლის სისტემიდან თუ ამოვალთ, ძალიან აშკარაა, რომ ის უფრო კერძო მესაკუთრეებისა და კაპიტალის სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე ადამიანების უსაფრთხოებისა და სოციალური უფლებების დაცვის სასარგებლოდ. თუმცა მინიმუმ რაც უნდა გაკეთებულიყო, ეს იყო თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლა, რომელიც დაეფუძნებოდა არა ეს გამოძიებას და რაღაც ინფორმაციის ბაზებიდან ამოღებას და თვალთვალს, არამედ მათთან დიალოგს, დობაზე დაფუძნებულ დიალოგს, სადაც ეს ადამიანები მატერიალობას იგივე სოციალურ სამსახურებს გაუზიარებდნენ. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ უნდა მომხდარიყო თითოეული ოჯახისთვის შესაბამის სოციალურ პროგრამაში ჩართვა. ხო, იმიტომ რომ იგივე თვითმმართველობა საუბრობს იმაზე, რომ მას აქვს უსაკაროების პროგრამები და მათ განსახლებას აპირებს შემოდგომით და აი ეს ქალები, მარტოხელა ქალები, დღეს დაახლოებით 400 ქალი გავიცანი, ისინი ამბობენ, რომ 7-8 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან უსახკარობის სტატუსის და ჯერ კიდევ არ არის ეს გადაწყვეტილი, რამდენჯერმე ისინი ამოიღეს, ახლა ისევ ხელახლა მიმართეს და ასე შემდეგ. ანუ თითოეული ოჯახის მდგომარეობის შეფასება უნდა მომხდარიყო და იმისთვის, რომ ისინი ღიაცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ, ან პრიორიტეტულად დევნილები უნდა განსახლებულიყვნენ, უსახკაროების შესაბამის პროგრამაში ჩართულიყვნენ და სოციალური მხარდაჭერის გზები გამონახულიყო სხვა დანარჩენი ადამიანების მიმართ. ამავდროულად, როცა ინვესტორებზე ვსაუბრობ და სავარაუდოდ აქ საუბარია 14 სართულიან საცხოვრებელ კორპუსების მშენებლობაზე რამდენიმეზე, ხო? ნუ ეს კიდევ ნახავთ ალბათ ამას მომავალი აჩვენებს, მაგრამ რატო არ უნდა დადგეს საკითხი იგივე სოციალურ პასუხისმგებლობაზე ინვესტორის, რატო არ შეეძლო მერიას ან მთავრობას, როცა ჩვენი ქალაქი აი ჩამოგვართვეს ქალაქი, ხო? აი ამ სამშენებლო კომპანიებმა, რომლის უკანაც ძალიან დიდი ბიზნესებისა და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების ინტერესები დგას, რატო არ შეიძლება რაღაცა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობა ქონდეს და რამდენიმე ოჯახი მაინც ამ კომპანიას დაეკმაყოფილებინა. დღეს საუბარია იმაზე.
იცით რა, ბევრი რამ შეიძლება სოციალურ პასუხისმგებლობაზე, როდესაც საუბრობთ, არა მხოლოდ იმ კონკრეტულს ხა ვერავის ვერ დააკისრებ ვალდებულებას, კარგი იქნება საერთოდ, რომ აი ამ ბიზნესმა, რომელიც ამხელა корпуსებს აშენებს, მართლა აიღოს რაღაც ნებაყოფლობითი სოციალური პასუხისმგებლობა და აი ამას რო უყურებს რაღაც რამდენიმე ოჯახზე მაინც გადადგას ნაბიჯი. სხვა ქალაქებში ეს ხდება ან ადგილობრივი გადასახადო სისტემით მოსაკრებლებით, რომელიც მე სოციალურ პროგრამებს ხმარდება, ან აი ასეთი ფორმით, რომ თვითონ რაღაც корпуსში ეს ფაქტორები არის გათვალისწინებული. გუშ დღეს მთელი დღე იმაზე მიდიოდა საუბარი, რომ რაღაც სია უნდა შექმნილიყო, რომ ინვესტორს კომპენსაცია მიეცა, ეს არის მინიმალური კომპენსაციაზე საუბარი, რომელიც აიქ რემონტისა და განადგურებული ნივთების საპასუხო კომპენსაცია, მაგრამ საერთოდ არ მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ინვესტორს შეუძლია რამდენიმე ოჯახს მაინც სოციალური პასუხისმგებლობა დააკისროს და ერთ რამეს მიტყვი მე ზოგადად ბიზნესების მიმართ უნდობლად ვარ განწყობილი და არასდროს მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზეც კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს რომ მივედით ამ ადამიანებს არ ქონდათ წყალი და საკვებიც კი. იქ იყო უამრავი ბავშვი, თქვენი კითხვა იყო უამრავი ბავშვი უმძიმეს პირობებში თაკარა მზის ქვეშ და მართლა ვფიქრობდი რომ ნუ თუ ერთი ბიზნესი არ აღმოჩნდა, რომელიც ან წყალს მიუტანდა იმ ადამიანებს, ან საკვებს მიუტანდა, ან რამდენიმე ოჯახს რაღაცა ნიშნით ქირას გადაუხდიდა სამით. აი ეს სოციალური გრძნობელობის ნაკლებობა გარდა იმისა, რომ გაბატონებული პოლიტიკაა, ხო, სახელმწიფოს მხრიდან, მგონია, რომ სხვა მოთამაშეებსაც სამწუხაროდ არ აქვს. ხო, ამ ხრივ რაღაცა სფეროში თვითორგანიზების ძალიან კარგი მაგალითები გამოჩნდა, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მოვლენასთან მიმართებაში მგონია, რომ უცბად ესე ალღო ვერ აუღო ჩვენმა ბიზნესმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ კი რაღაც მაორგანიზებელი მოძრაობა იქნება, ბევრი მათგანი მათ გვერდში დაუდგება. იქ არიან შვილიანი არასრულწლოვანი ბავშვები, არის ფეხმძიმე გოგონა, რომელიც ჩართვაზე მყავდა გუშინ წინ და აი ძალიან გამიჭირდა იმ ეთერის წაყვანა, რომელიც დღეს მალე ელოდება უკვე ბავშვს და ასე შემდეგ და მათ დაკარგეს ნივთები, მათ შორის ისეთი, რომელიც ძლივს შეაგროვეს, აი მე ვიცი ხა იმ ოჯახის ხო, რომ აი რომელიც აი ბავშვისთვის და ჩვენც ყველას გვინდა ხა ვფიქრობთ, ჟურნალისტებიც ვფიქრობთ და სხვაებიც ალბათ იფიქრებენ იმას, რომ რაღაცა ფორმით მათ გვერდში დაუდგეთ. თამთა ძალიან დიდი მადლობა, რომ ამოგვეწურა და მადლობა რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი შეისმენს მათ შორის თქვენ სამწუხაროდ სამართლებრივ დახმარებას უსახკაროების და დევნილების და კიდევ ერთხელ მიმართავთ ვინც ადგილზე არ იყო, რომ გააგრძელონ თვითორგანიზება და მათ შორის მოგმართონ თქვენ სოციალური სამართლიანობის ცენტრს.